პროგრამა სატყეო სკოლა 2025 დასრულდა. წელს სკოლაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 50-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გორგაძემ პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, გარემოს დაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა სატყეო სკოლა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მათთვის პრაქტიკული ცოდნის მიწოდებას სხვადასხვა საკითხზე. აღსანიშნავია, რომ ონლაინ სემინარების შემდეგ ახალგაზრდებმა საველე პრაქტიკა დაბა ბაკურიანში გაიარეს. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული თვალსაზრისით. მათ გაიარეს საკითხები, როგორც არის ტყის მრადი მართვა, ტყის ბიომრავალფეროვნება, ტყის ტაქსაცია. გარდა მაგისა, ეს პლატფორმა მათ შეუქმნის იმ მოტივაციას, რომ შემდგომში სწავლა გააგრძელონ როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო მიმართულებით და საბოლოოდ შეავსებს იმ დეფიციტურ პროფესიებს, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არსებობს. ჩართული ვარ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთ ახალგაზრდულ პროექტში სატყეო სკოლაში, სადაც გავიარეთ ერთთვიანი თეორიული მასალა. პირადად მე ძალიან მომეწონა ხანძართან დაკავშირებული გაზიარებული პრეზენტაციები. ახლა კიდევ ვარ წამოსულები ბაკურიანში ერთკვირიან პრაქტიკაზე, სადაც გვიტარდება ლექსია სემინარები. ბავშვები უფრო ვაახლოვდებით ერთმანეთთან და რავი, თანატოლებს ურჩევდი, რომ დარეგისტრირდეთ იგივე პროექტში.